გამარჯობათ გოგოებო, მე ვარ თაკო საზინა. დღევანდელ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა გაიკეთოთ თვალის და სახის ჩრდილები ჩვეულებრივი კოვზის დახმარებით. ამგვარად თქვენ უფრო გაიმარტივებთ პროცესს და რა თქმა უნდა დროსაც დაზოგავთ. პირველ რიგში თვალებზე დავიკრავ წებოვანი ლენზს, იმისთვის რომ გამყოფი ზოლი უფრო ლამაზად გამოჩნდეს. ამის შემდეგ კი გამოვიყენებ მუქი ფერის ჩრდილს. კოვზი დახრილად უნდა დავიდოთ ზედა კუთხეზე. და დავფეროთ ზემოთა ნაწილი. შედარებით მსხვილი ფუნჯის საშუალებით კარგად გადაინაწილეთ თვალის ჩრდილები. ამის შემდეგ მუქი ჩრდილის ქვემოთ გამოვიყენებ ღია ფერის ჩრდილს და ამგვარად კიდევ უფრო მკვეთრად გამოვყოფ ორ ჩრდილს ერთმანეთთან. მოვიშოროთ წებოვანი ლენტი და დავიკორექტიროთ ჩრდილები. ჩრდილების გაკეთება უკვე დავასრულე, ახლა კი წავისვამ ლაინერს. თვალებზე ჩრდილების გაკეთებას უკვე მოვურჩი, როგორც ხედავთ, ძალიან მარტივად და სწრაფად გავიკეთე. ახლა კი გადავალ სახის ჩრდილებზე. სახის ჩრდილების შემთხვევაშიც გამოვიყენებ კოვს.
გადავინაწილებ ერთმანეთში. ასე გამოიყურება ჩემი მაკიაჟი კოვზის დახმარებით. ეს არის ძალიან პრაქტიკული გადაწყვეტილება იმ შემთხვევისთვის, თუ გსურთ ძალიან სწრაფად და ლამაზად გაიკეთოთ მაკიაჟი. თუ მოგეწონათ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, რომ შემოგთავაზოთ კიდევ ბევრი და საინტერესო ვიდეოები. დროებით.